ახალ წელს გიყვართ ხოლმე სურვილების დაწერა ან დაბადების დღეზე, სანთლებზე სურვილის ჩაფიქრება, ან როდესაც ასტროლოგები ამბობენ, რომ რაღაცებისთვის კარგი თარიღია და პორტალია და ეს არის და ის არის. ხო და დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია შემიძლია მოგცეთ, რომ 30 აპრილს არის სწორედ აი ესეთი ძალიან დადებითი დღე. ეს არის 2025 წლის განმავლობაში ყველაზე დადებითი ენერგიებით დამუხტული დღე და შესაბამისად ამ დღეს ძალიან კარგი საქმის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის. ხო და აი ახალ წელს რასაც ვაკეთებთ ხოლმე, როგორც მივეჩვიეთ, რომ ახალ წელს უნდა გავაკეთოთ და სურვილები რომ უნდა დავწეროთ და გეგმები რომ უნდა დავწეროთ და რის გაკეთება გვინდა, აი ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ 30 აპრილს. და გარდა ჩვენი რაღაცი ის ჩამოწერისა, ზოგადად 30 აპრილი ჯობია რომ გაატაროთ ძალიან დადებითად. ძალიან ბევრ ჯერ თქვი უკვე სიტყვა ძალიან, მაგრამ კიდევ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს დღე მართლაც შესანიშნავი საშუალებაა და მე ყოველთვის ამ დღეს სწორედ ვიცავ იმ ყველაფერს, რასაც ახლა თქვენ გიზიარებთ. საქმე იმაშია, რომ ამ დღეს რასაც დათესავთ, ზუსტად ის გაგიასმაგდებათ და იმას მოიმკით მომავალში, ოღონდ გაასმაგებულს და გაათასმაგებულს. შესაბამისად, თუ კარგ რაღაცას დათესავთ, ხომ გაასმაგდება, ხოლო თუ ნეგატიურს ისიც გაასმაგდება. ამიტომ თუ კარგს ვერაფერს ვერ აკეთებთ და თქვენთვის ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე არის, ან უბრალოდ რუტინული დღე, ან თუნდაც შემთხვევით ისე მოხდა, რომ მოგიწიეთ რაღაცა ცოტა ტოქსიკურ გარემოში ყოფნა და ასე შემდეგ, ის მაინც ეცადეთ, რომ თქვენი შინაგანი სამყარო იყოს ძალიან დაბალანსებული. შინაგან სამყაროში გულისხმობ, რომ ეცადეთ, რომ მაგალითად ნეგატიური ფიქრები არ გქონდეთ, ეცადეთ, რომ ბილციტყვაობა დღეს მაინც 30 აპრილს მაინც აკრძალოთ ცხოვრებაში. ეცადეთ, რომ მაინც და მაინც ტოქსიკური საჭმელი არ მიიღოთ, მაინც და მაინც ტოქსიკურ გარემოში არ იყოთ. მაგალითად, ეცადეთ, რომ არ წახვიდეთ კლუბში და ცოტა დაბალობრაციულ ადგილებში, სადაც პირიქით რაღაცა ნეგატიური ენერგიები შეიძლება შემოვიდეს თქვენში. მინიმუმ ეს მაინც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, ხოლო ყველაზე დადებითი ამ დღეს, რაც შეიძლება რომ გააკეთოთ, ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი შინაგანი სამყაროდან იწყება, ხო? ანუ გავიღვიძეთ დილით ვართ ძალიან კარგ განწყობაზე იმედებით სავსე, აფირმაციებით ვავსებთ ყოველ დღეს, ყველასთან მიმართებაში ვართ ძალიან დადებითი. აი რაღაცა ძველ რომანტიულ ფილმებში რომ იყო ხოლმე ყველა რომ ძალიან კარგად იყო განწყობილი და ხატოვნად რომ ამკობდნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, აი ზუსტად ესე შეგიძლიათ 90-იანების კი არა და 60-იანების რომანტიულ ფილმში გაატაროთ ერთი დღე უმაღლეს განწყობაზე, ყველას აი უბრალოდ ვინც რა არ უნდა გითხრათ, ვინც როგორ არ უნდა შეეგხვდეთ ამ დღის განმავლობაში, ყველას უსურვეთ კარგი აშენება, სიხარული, რა ვიცი, სიცოცხლე, ხანგრძლივი ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგი უსურვეთ, დაალოცეთ ეს ადამიანები და ყველაფერი კარგი უთხარით, ყველა ადამიანი ვინც შეგხვდებათ, უთხარით კომპლიმენტი. რა თქმა უნდა გულწრფელი, მაგრამ რასაც შეიძლება არზოს არეუნებით, იმიტომ რომ ადამიანმა ისეც იცის, ან უბრალოდ იმიტომ რომ ისეც გითქვამთ, მაგრამ კიდევ უთხარით, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც ამ დღეს იტყვით, ან გააკეთებთ, ან იფიქრებთ, ეს ყველაფერი ჩაედება მერე საფუძვლად მთლიან წელს, ანუ შემდეგ ამ დღესასწაულამდე ყველაფერს მოიმკით, რასაც ახლა დათესავთ. ეს დღე ყოველთვის 30 აპრილს არ არის, მცოცავი დღე არის, ამიტომ ყოველ წელს ერთ და იგივე თარიღში არ იქნება, მხოლოდ წლევანდელ წელზე მაქვს საუბარი, ანუ 2025 წელზე. მაინც სხვა დროსაც რომ მოისმინოთ, ან სხვა წელს იცოდეთ, რომ მხოლოდ 2025 წელს ეხება. ყველაზე კარგი ახლა რა არის რომ გააკეთოთ, ქველმოქმედება თავისთავად, თუ დაეხმარებით ძაღლებს, კატებს, მოხუცებს, მეზობელს, რომელსაც თუნდაც მაღაზიაში ჩაგზავნა ჭირდება, ან ჭურჭლის გარეცხვა ჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა ჩათვალეთ, რომ აი ამ დღეს შეგიძლიათ ყველას და ყველაფერს მოიმსახუროთ უპირობოდ, აი უპირობოდ გააკეთოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ამას ექნება ძალიან ძლიერი დატვირთვა. და ასევე ყველაზე კარგი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე. ეხლა ეს შეიძლება ძალიან გაცვეთილი სიტყვები იმუშაოთ საკუთარ თავზე, მაგრამ კი, ეს ნამდვილად მუშაობს. თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა გაწუხებთ, ხო, დაჯექით თქვენ თავთან, თქვენ სხეულთან დაჯექით ერთ-ერთსა და დაელაპარაკეთ, რომ აბა რა გაწუხებს ჩემო კარგო, აბა როგორ ახარ, მოეფერეთ, სიყვარული გაგვგზავნეთ, პატიება თხოვეთ, რომ არ ზრუნავდით მასზე, იმიტომ რომ გაწუხებთ ის რაღაცა და დაელაპარაკეთ. მენტალური პრობლემები გაწუხებთ,
გაწუხებთ, თქვენს მენტალურ პრობლემას დაელაპარაკეთ. სხვა ადამიანი გაწუხებთ, იმ ადამიანთან სიყვარული გაუგზავნოთ. ეს დღე დაიწყეთ სიყვარულის პრაქტიკით. სიყვარულის პრაქტიკაზე მე მაქვს ერთ-ერთი ძველი პოდკასტი ჩაწერილი მაქვს, მაგრამ ვისაც არ გინახავთ, აქაც დაურთავ აუცილებლად ვიდეოს აღწერაში იქნება და ვინც არ იცით როგორ უნდა გააკეთოთ სიყვარულის მედიტაცია, ამ დღეს თუ ხო ფანტასტიკურია თუ გააკეთებთ და თუ მე გააგრძელებთ და ცხოვრებაში ამას დანერგავთ, ეს ხო კიდევ უფრო სასწაულებს მოგიმრავლებთ ცხოვრებაში. მოკლედ, გამოვალაგეთ თუ რაიმე სურნელოვანი ჭხირები გაქვთ, თუ რაიმე დასაკრავი ინსტრუმენტი გაქვთ, რომელიც აურას ენერგეტიკას წმენს, თუ რაიმე აბაზანები იცით ენერგეტიკის საწმენდი ან სხეულის საწმენდი, ყველაფერი შეგიძლიათ გაიკეთოთ და აქვე შემიძლია გასწავლოთ ძალიან კარგი მეთოდი, ასევე ენერგეტიკული წმენდის. როგორც შეგიძლიათ, რომ ძალიან მარტივად ისე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გჭირდებათ, უბრალოდ თქვენი ენერგეტიკა გაიწმინდოთ. ეს არის მარილისა და სოდის აბაზანა. თუ აბაზანა გაქვთ ხო გადასარევი, შეგიძლიათ ერთი ესე მუჭი მარილი და ერთი მუჭა სოდა ჩაყაროთ თბილ აბაზანაში და ჩაწვეთ მასში. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. სასურველია, რომ ძალიან გრილი არ იყოს, უფრო თბილი ან ცოტა ცხელი, რამდენსაც აიტანს თქვენი სხეული. ძალიანაც ახლა არ უნდა დაიწვოთ, რა თქმა უნდა, თავი. ოღონდ ერთი პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. სხვა შემთხვევაში არაფრით არ შეიძლება ამ აბაზანის მიღება. იმიტომ რომ ასეთი აბაზანა წმენს როგორც თქვენს სხეულს ტოქსინებისგან, ასევე თქვენს ენერგეტიკას. და თქვენი სხეულიდან 20 წუთის განმავლობაში 1 ლიტრამდე სითხე ტოქსინებით სავსე შეიძლება გამოვიდეს. ამიტომ აუცილებელი პირობაა, რომ მოიდგათ 1 ლიტრი წყალი ამ აბაზანასთან ერთად და ნელ-ნელა ყლუპ-ყლუპ 1 ლიტრი წყალი დალიოთ, რადგან არ გამოიფიტოთ. ეს არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში შეიძლება თქვენი ორგანიზმი ცოტათი გამოიროცხოს და არ გვინდა ხო რატო ავიცილოთ თავიდან. მოდი, უბრალოდ მიირთვით 1 ლიტრი წყალი. რა თქმა უნდა, თან შეგიძლიათ მოდუნდეთ, მერე ჩაირთოთ მუსიკა, სანთლები და ყველაფერი, რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ სოდა და მარილი აუცილებელია. როგორი სოდა, როგორი მარილი, ნებისმიერი, რომელიც მოგეპოვებათ, ან ნებისმიერი, რომელიც არ მოგეპოვებათ, ან შეგიძლიათ რომ იყიდოთ მაღაზიებში. მერე რა თქმა უნდა შეგიძლიათ წყალი გადაივლოთ და გამოხვიდეთ აბაზანიდან. ყველაზე კარგი თქვენ თავს ეს შეგიძლიათ გაუკეთოთ. მერე შეგიძლიათ დაჯდეთ, დაწეროთ თქვენი გეგმების შესახებ, რას გინდათ რომ მიაღწიოთ ამ წლის განმავლობაში, რას ხედავთ, რა გეგმები გაქვთ, რა სურვილები გაქვთ. ეცადეთ რომ თქვენი სურვილები უფრო გაწეროთ როგორც მიზნები და არა სურვილები. მაგალითად მე მინდა მანქანა ვიყიდო, ან მანქანა მყავდეს. ეს შეიძლება უფრო რაღაცა სურვილად ჩავთვალოთ, მაგრამ მიზანი უფრო იქნებოდა, რომ მე მიზნად მაქვს დასახული რამოდენიმე თვეში, რამდენიც იცით, რომ შესაძლებლობა გექნებათ რაღაც ფული გადადოთ, კონკრეტულად ეს მანქანა გამოვიყვანო ან ჩამოვიყვანო ან შევისყიდო და ასე შემდეგ. ასევე ამ ეტაპზე ვისაც არ გაქვთ მაგალითად იმის საშუალება, რომ მაინც და მაინც თქვენი მიზნები აისრულოთ და ამ დღეს ვერ განახორციელებთ ამას, შეგიძლიათ, რომ მაგალითად უბრალოდ სიმბოლური ჟესტები გააკეთოთ. მაგალითად თუ გინდათ, რომ წახვიდეთ თქვენი ოცნების მოგზაურობაში, ხო? 30-ში ხა მაინც და მაინც შეიძლება ბილეთი ვერ იყიდოთ და ვერანაირი პირველი ნაბიჯი ვერ გადადგათ ამისკენ, მაგრამ შეგიძლიათ, რომ მაგალითად ანაბარი გახსნათ ან ყულავა დაიდგათ სახლში. ან კონვერტში დააგროვოთ ფული, არ აქვს მნიშვნელობა და დაარქვათ მოგზაურობის კონკრეტულად სადაც თქვენ გინდათ მოგზაურობა, აქ მოგზაურობის თანხა და გამოვარო 30 აპრილს პირველი ნაბიჯი გადადგეთ თქვენი ამ მოგზაურობის სახელზე. ან მაგალითად თუ გინდათ წიგნის დაწერა, მაგრამ შეიძლება ხა 30-ში ვერ დაიწყოთ წიგნის დაწერა, ან არ იცოდეთ რაზე გინდათ წიგნის დაწერა, მაგრამ უბრალოდ შექმნით Word-ის ფაილი და დაარქვით წიგნი, რომ ეს არის თქვენი წიგნი და ეს იყოს შექმნილი 30 აპრილს. და მერე თავისით ისე მარტივად დაიწერება და მარტივად მოვა იდეები და ყველაფერი ძალიან გაგაკვირვებთ. ან მაგალითად შეიძლება გინდათ ვარჯიშის დაწყება, ხო? არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც 30-ში დაიწყოთ და ოფიციალურად ესე წახვიდეთ სავარჯიშოთ ან აბონემენტი იყიდოთ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შეიძლება გაქვთ და ძალიან კარგი, მაგრამ ვისაც არ გაქვთ, უბრალოდ შეგიძლიათ 15 წუთი გაისერნოთ ან 10 ბუქნი გააკეთოთ, ან სიმბოლურად რაღაცა ქმედება განახორციელოთ იმის სახელზე, რომ თქვენ დაიწყეთ ვარჯიში. იგივე შეიძლება ეხებოდეს კვებას, იგივე შეიძლება ეხებოდეს კარიერას, ყველაფერს შეგიძლიათ იყიდოთ ამ დღეს კურსი თქვენი მომავალი პროფესიის ან პროფესიის, რომელშიც უკვე ხართ, მაგრამ გინდათ რომ გაუმჯობესოთ, ხო? შეგიძლიათ ასევე
ძალიან კარგი ქველმოქმედება გაწიოთ, თუნდაც მაგალითად ტაძრების აშენებაში, ან სხვადასხვა მიუსაფარი ადამიანებისა თუ ცხოველების ადგილებში გადარიცხოთ ეს თანხები, ან უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროთ, ვინც გზაზე შეგხვდებათ, ან ვისაც გინდათ რომ დაეხმაროთ. ასევე ამ დღეს რო გამოხვალთ ამ გამწმენდი აბაზანიდან, ხო, ის არ მიხსენებია, რომ თუ უშუალოდ აბაზანი არ გაქვთ, დუშის პირობებშიც, ანუ შხაპის პირობებშიც შეგიძლიათ ამ მეთოდის გამოყენება. შეგიძლიათ უბრალოდ იბანაოთ და მერე რაიმე ჯამში გააზავოთ მარილი და სოდა, რა თქმა უნდა, აქ ერთი მუჭი ალბათ არ დაგჭირდებათ, უფრო ნაკლები და უბრალოდ გადაივლოთ სხეულზე ბანაობის შემდეგ. ამ შემთხვევაში თვითონ ფიზიოლოგიური, ანუ ფიზიკური წმენდა არ მოხდება, ანუ ტოქსინებისგან ასეთი აქტიური, როგორც აბაზანის შემთხვევაში 20 წუთი რო ჩაწვათ, მაგრამ ენერგეტიკულად ნამდვილად გაიწმინდებით. და მერე უნდა გააკეთოთ ასევე მადლიერების პრაქტიკა. ძალიან კარგი იქნება თუ წერილობით გააკეთებთ ამ პრაქტიკას, იმიტომ რომ წერას კიდე დამატებით ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ის ყველაფერი, რაც თქვენი ხელიდან დაწერით გადმოიღვრება, ამას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ აი რამდენი ხანიც გინდათ, რამდენი რამეც გაგახსენდებათ, იმდენი რამე დაწერეთ, რისიც მადლიერი ხართ ცხოვრებაში. მადლიერებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და სხვათა შორის ერთ პატარა მინიშნებასაც მოგცემთ იმათთან დაკავშირებით, რომ აი ხა ძალიან პოპულარულია მანიფესტაციები, ხო? ყველაზე ძლიერი მანიფესტაცია არის სწორედ მადლიერების პრაქტიკა. თქვენ უბრალოდ იყავით მადლიერები ყოველდღე იმისთვის, რაც გაქვთ და დანარჩენი თავისით არ ჭირდება დამატებითი რაღაცა ბორდების კეთება და დაწერა, რომ ეს მინდა და ის მინდა. ანუ უბრალოდ თქვენ იყავით მადლიერები ყველაფრისთვის, რაც გაქვთ და ამ დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მადლიერების პრაქტიკის გაკეთებაც. ასევე, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგია ამ დღეს რაღაცა ისეთი საკითხების დახურვა, რაც აღარ გინდათ, რომ ცხოვრებაში გაწუხებდეთ, ხო? ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც აღარ მოგწონთ, ან თუ ფიქრობთ სამსახურიდან წამოსვლას და ვერ მოდიხართ, მაგრამ იცით, რომ ოდესმე წამოხვალთ, ანაპირებთ რაღაცა ბიზნესი გახსნათ, გადასარევია, ნებისმიერი საბუთის გაფორმება, რაღაცის გადაფორმება, უძრავი ქონების თუ ნებისმიერ საბუთსახელის მოწერა თქვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო რაღაცების მომტანი სამომავლოდ. შესაბამისად, შეგიძლიათ გახსნათ ბიზნეს ანგარიში ან დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესი, გახსნათ შირპს ან ინვენტარმეობა, ხო? გააჩნია რომელი გჭირდებათ. შეიძლება დღესვე და ხვალ საერთოდ არ აპირებდეთ ამ საქმიანობის დაწყებას, მაგრამ სახელი იყოს. შეგიძლიათ მაგალითად დაარეგისტრიროთ უბრალოდ page, ხო? შეიძლება თქვენთვის აპირებთ რაღაცების წარმოებას და არ გჭირდებათ შირპს ან ოფიციალური რეგისტრაცია, ხო? მაშინ page დაარეგისტრირეთ, Facebook-ი იქნება, ეს TikTok-ი იქნება თუ Instagram-ი იქნება. ანუ რასაც აპირებთ უახლოესი 1 წლის განმავლობაში რომ გააკეთოთ, ან ცოტა მეტი ხნის განმავლობაშიც, ეცადეთ რომ რაღაცა პატარა ნაბიჯი გადადგათ იმისთვის, რომ ეს რაღაცა ჩაითვალოს, რომ ოფიციალურად დაიწყო 30 აპრილს. და რა თქმა უნდა, გადასარავი იქნება იმ ყველაფრის დახურვა, რაც აღარ გინდა ცხოვრებაში, ხო? განსაკუთრებით იდეალურია თუ გაუშვებთ რაიმე ტოქსიკურ ურთიერთობას თქვენი ცხოვრებიდან, თუ იმუშავებთ რაიმე ტრავმაზე, თუ იმუშავებთ თქვენს რაღაცა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. სხვათა შორის ამ მხრივ ძალიან კარგი ვებინარი მაქვს გაკეთებული, რომელსაც 2 მოდული აქვს და ჩვენ იქ ვმუშაობთ იმაზე, რომ ადამიანმა მიიღოს თავისი განდევნილი მხარეები, გამთლიანდეს თავის თავთან, შეიყვაროს საკუთარი თავი, ასევე გაამთლიანოს ენერგეტიკა თავის გვარში, თავის ოჯახში და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცები გააკეთოს საკუთარი თავისთვის. ეს ვებინარები არის ჩანაწერში და შესაძლებელია შეძენა თუ ამის სურვილი გექნება. თუ და გაინტერესებთ, აღწერას და დეტალებს დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში. განსაკუთრებით ეს ვებინარი არის იმ ჭრილში ახსნილი, რომ რა როლი აქვს ტოქსიკურ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში, რატო გვხვდებიან ისინი და სინამდვილეში რა უნდა ვისწავლოთ ტოქსიკური ადამიანებისგან და სწორედ აი ამ დღეს პირველი რაც უნდა მოიშოროთ, ეს არის ყველანაირი ტოქსიკურობა, როგორც თქვენი ენერგეტიკიდან, ასევე გარემოში, ასევე ადამიანები უნდა მოიშოროთ ასეთი და მაქსიმალურად აი ჩათვალეთ, რომ ეს დღე უნდა იცხოვროთ პრინცესულად.
მამაკაცებისთვის პრინციპით. აი მულტფილმებში რო ჩიტები ჭიკჭიკებენ და ძალიან ლამაზი დღე როა და ყველაფერი რო იდეალურია და აი სწორედ ასე უნდა გაატაროთ ეს დღე. და თუ გექნებათ იმის საშუალება რომ ამ დღეს არ იმუშაოთ, ან ყველანაირი სხვა საქმე გადადოთ და განსაკუთრებით არ არის სასურველი რომ მაინც და მაინც ხალხში და ძალიან მრავალ ადამიანებში გაითქვიფოთ ამ დღეს, უფრო კარგი იქნება თუ თქვენ თავს დაუთმობთ. ამიტომ თუ შეგიძლიათ რომ ამ დღეს აიღოთ ჩვეულება, ან თუ სადმე ვინმე ხვდებოდით, გადადოთ ეს შეხვედრა და მაქსიმალურად თქვენ თავს დაუთმოთ, ან გაისერინოთ, იმედია კარგი ამედიც იქნება, გაისერინოთ და მხოლოდ თქვენ თავთან გაატაროთ დრო, ან მაქსიმუმ 1-2 საყვარელ ადამიანთან, ნუ ხა თუ შვილები გყავთ, გასაგებია რომ ვერ ეცდებით და მათთან დროის გატარებაც გადასარევია, მაგრამ აუცილებლად თქვენ თავსაც დაუთმეთ დრო და სწორედ აი ეს დღე ძალიან ბევრ რაღაცის საშუალებას მოგცემთ და მაქსიმალურად თუ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ მაქსიმალურად ტოქსიკურობისგან იყოთ შორს და გონებაში გაფილტრეთ აუცილებლად ფიქრები. მაქსიმალურად მეტი იოცნებეთ ამ დღეს, მეტი დადებითი ფიქრები დააგენერირეთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ყველანაირად, აი ისეთ წარმატებაში და ისეთ გახარებულ მდგომარეობაში და ისეთ გაბედნიერებულში, როგორც თქვენ გინდათ, რომ თქვენი თავი წარმოიდგინოთ და აი მაქსიმალურად აქეთ გაუშვით თქვენი ფიქრები და ნახავთ აი ამ 1 წლის განმავლობაში მე რა კარგ შედეგებს მოგიტანთ ეს პერიოდი. ნუ თუ ვინმეს მედიტაციაც გაქვთ ცხოვრების წესად დანერგილი ან ლოცვა ან რაიმე სხვა სულიერი ტექნიკები, რა თქმა უნდა, ხო გადასარევი იქნება თუ ამ ყველაფერსაც გააკეთებთ. მოკლედ, ყველას გისურვებთ იდეალურ 30 აპრილს და შესაბამისად იდეალურ წელიწადს.